მმართველების მეშინოდა. საქართველოსი არა, ემოციური და ფიზიკური ბულინგი მაქვს გამოვლილი ძალიან ძლიერი. იმ თაობის ემიგრანტებმა ინგლისურიც არ იცოდით, ხო, რომ ჩახვედით? ქართულად მქონდა ინგლისური სიტყვები დაწერილი და დაზეპირებული. ინგლისურში მე სამიანი დამიწერეს, რომ დავამთავრე. ნუ ორიანზე უკეთესი ხო მაინც. ოცნებების ქვეყანაში რეალურია ოცნებების ახდენა. 100%-იანი. მე მყავს ორი სამშობლო. როგორ მიხვედით იმ პატარა ბიჭიდან ფსიქოლოგობამდე? აი ხა რაც ხართ. მე არის დღეები, რომ მეტროში მაქვს გატარებული. მე არის დღეები, რომ ერთხელ მაქვს ნაჯამი. პირველი იმედი სად იპოვეთ? შევხედე ჩემ ფსიქოლოგს და ვთხარი, რომ შენ სადაც ზიხარ იქ მინდა ვიჯდე თქო. დაბადების ადგილი წერია საქართველო. იმ წუთასვე როგორც რაღაც ესეთი გაღიზიანების შეხედვა მოდიოდა ჩემს მიმართ. გახლეჩვა არის საქართველოში ემიგრანტებს და არაემიგრანტებს შორის. აი იმისნაირად რატო არ აკეთებ, იმისნაირად რატო არ შეგიძლია 90-იან წლებში საქართველო გადაარჩინა ქართველმა ქალებმა. ვერელი მინდია იტყოდა რაც ბებია ჩემმა მასწავლა რომ ყველას თავის მამიდას მიხედოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ეპიზოდების სერიას ემიგრაციაზე. ამჯერად გვყავს განსხვავებული სტუმარი ამერიკიდან, ლოს-ანჯელესიდან, მინდია გაბიჩვაძე, რომელიც 35 წელია ემიგრაციაშია, თუმცა 22 წელია უკვე პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგია. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობათ. როგორ ხართ? როგორ გრძნობ თავს? კარგად. დავიწყოთ თქვენი ემიგრაციით, რატომ, როდის, როგორ და დღევანდლემდე მოსასვლელი გზა, უბრალოდ განვლილი გზა. როგორ აღმოჩნდით ამერიკაში 1991 წელს დატოვეთ თბილისი? საქართველოდან მე ცოტა უფრო ადრე წავედი, 99 წელში წავედი, მე გარკვეული მიზეზების გამო სხვაგან ვიყავი 2 წელიწადი. და მე 91-ში ჩამოვედი ამერიკაში. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას იწყებდა, საბჭოთა კავშირი ინგრეოდა. ამიტომ მინდა აღწერო ერთი ფაქტი, რომ მე ისევ საბჭოთა საქართველოდან ვიყავი წამოსული და მე დამოუკიდებელი საქართველოს გაცნობა დავიწყე როგორც ემიგრანტმა. და შესვლა საქართველოში. შორიდან მოგიწიათ. ძალიან შორიდან მომიწია. ეს ხშირად იწყვევს არეულობას შენ თავში, რომ ყველაფერი გესმის, მაგრამ სხვანაირია. ანუ კულტურული სხვაობაა, ხო ალბათ? ძალიან დიდი განსხვავებაა სხვათა შორის. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემ საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის. ძალიან დიდი განსხვავებაა ახალგაზრდებში. და მახსოვს ერთხელ ჩემ მშობლებთან მქონდა საუბარი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უცხო პლანეტელი ვიყავი, რომელმაც გავლილი მქონდა, ენა ნასწავლი მქონდა, კულტურა ნასწავლი მქონდა, ისტორია ვიცოდი, მაგრამ ასევე უცხო იყო ყველაფერი. და ეს ხშირად იწვევს ისეთ ემოციურ არეულობას შენ თავში, როდესაც საქართველოში ვარ. და ეს სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა ჩემში მანდ ჩამოსვლის პერიოდში. სანამ ბოლოს უკვე ეს 5 წელიწადია მე ძალიან ისეთი ახლო ინტეგრაცია გავაკეთე უკვე საქართველოსთან. შევიძინე ძალიან ახლო მეგობრები და მაშინ უფრო გაძლიერდა ჩემი კავშირი საქართველოსთან, იმიტომ რომ მანდამდე მე და ეს პირველ რიგში რა მინდა ვთქვა, რომ მე რასაც გავაზიარებ, ეს არის მხოლოდ ჩემი ექსპერიენსი, ეს არ არის ყველა ემიგრანტის ექსპერიენსი და მე არ მინდა რომ
ვიღაცამ ან ცუდად ან სხვანაირად იგრძნოს ეს არის უბრალოდ მე მინდა რომ ვიყო ეს ისე გახსნილი როგორც საჭიროა მე არ მინდა არაფერის გაფორმება არაფერის სხვანაირად ხო, ნამდვილი უნდა იყოს, კი, გულწრფელი ნამდვილი და ამბები. უნიკალური, იმიტომ ვეძახით ესე, ხო? კი, ნამდვილად. მე მაგალითად აი სანამ ამ მეგობრებს არ შევიძენდი და ამ წეს არ გავიკეთე საქართველოში ქართველების მეშინოდა საქართველოსი არა ქართველების აი ამ შიში რას გულისხმობთ უკაცრავად? განსჯის გეშინოდათ ქართველების თუ აი რა გაშინებდათ ქართველები? როგორ შემოგხედავდნენ? კი მე თავიდანვე ბავშვობიდან ძალიან ემოციური და ფიზიკური ბულინგი მაქვს გამოვლილი ძალიან ძლიერი. და ეს მე არც მახსოვს პერიოდი, როდესაც ეს ჩემ ცხოვრებაში არ არსებობდა. სანამ მე საქართველოდან არ წამოვედი. და როდესაც მე ამერიკაში დავიწყე ცხოვრება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამერიკაშიც ვიგრძენი ქართველებისგან რაღაც გარკვეული მსგავსი შედეგები ჩემს მიმართ. და ამიტომ მოხდა დიდი გახლეჩვა, რომელიც acculturation process-ებს რო შევხედოთ, არის ერთ-ერთი ადგილი, როდესაც შენ მთლიანად უარყოფ შენ კულტურას. წარსულს ალბათ რაღაცნაირად, ხო? წარსულს უარყოფ. და შენ შედიხარ იმ ქვეყნის კულტურაში, ყველაფერს იმას აღიარებ, რაც ეს ქვეყანა სადაც ცხოვრობს, ეს კულტურა გაძლევს. და მე მქონდა ეს გავლილი ძალიან დიდი ხანი, ძალიან დიდი პერიოდი, სანამ ეს მეგობრები არ შევიძინე, რომლებმაც დამანახეს მიუხედავად იმისა, რომ მე ოჯახი მყავს საქართველოში, ჩემი და ჩემი სიძე, ჩემი დიშვილები, დედა, მამა, მან ცხოვრობენ, მაგრამ ეს განსხვავებაა, იქ ოჯახში მე დაცული ვიყავი, ოჯახში მე კრიტიკა არ მიმიღია, ოჯახში მე შიში არ მიგწვნია. ეს ყველაფერი იყო გარეთ. სოციუმი. და ამიტომ ხია. და 5 წელი მე სხვათა შორის ამერიკაში შევცვალე ქართველებთან მიდგომაც. როცა ჩახვედით, ხო, დასაწყისში. მეგობრები გავიჩინე. დასაწყისში რო ჩავედი, ძალიან რთული იყო ჩვენი ცხოვრება. და ყველას 91-ში ჩემი ჯგუფი ჩვენ ყოფილი ემიგრანტები გვეძახდნენ საქართველოს ემიგრაციის მესამე თაობას. პირველი იყო რევოლუციის დროს წამოსულები, შემდეგ იყო მეორე ომის შემდეგ წამოსულები და ჩვენ ვიყავით მესამე თაობა. და რაღაც სასწაული ფაქტორი ხდებოდა, იმიტომ რომ ისინი ჩვენს მიმართ არ იყვნენ კარგად განწყობილი, რაღაც სხვანაირად გვიყურებდნენ. და მე ყოველთვის მიკვირდა, რომ რატო იყო ეს გაღიზიანება ჩვენს მიმართ, ან კრიტიკა რატო იყო ჩვენს მიმართ. და ეს მიუხედავად მე გავხდი კრიტიკული ახალი ემიგრაციის, აი როდესაც green card-ის მოგება დაიწყეს საქართველოდან და როდესაც აი ქუჩაში შემხვედრია ვიღაცა ან რაღაც გამიდია ქართველებზე, აი მე მივხვდი, რომ მე ვიყავი ძალიან კრიტიკული იმათ მიმართ. და ეს აღმოჩნდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი, რომ მე გაღიზიანება მქონდა იმის მიმართ, რომ მე უფრო მოშორებული ვიყავი ჩემი ქვეყნიდან, ვიდრე ისინი იყვნენ და ეს რაღაც ის მქონდა გაღიზიანება ის კი არა, რომ სიბრაზე დაგჭათ, რომ თქვენ წასვლა მოგიწიათ და ისინი აქ არიან, ხო? აი ისინი აქ არიან და აი ეს იყო, აი მივხვდი, რომ იმათაც ეს გაბრაზება ქონდა ჩვენს მიმართ. წინა თაობას, ემიგრაციის წინა თაობას, ხო? წინა ემიგრანტებს გულისხმობ? კი, უფროსებს, ხო? წინა ემიგრანტებს გულისხმობ ჩვენზე ადრე. და მივხვდი, რომ რაღაც დიდი განსხვავება იყო ამ შორის და მე რაც
ამერიკა მასწავლა ერთ-ერთი ფაქტორი რომ ჩემი თავისთვის მეპატიებია თუ რაღაცა ცუდი გრძნობა მქონია, ცუდი გაფიქრება თუ მქონია. და როდესაც მე ნაბიჯი გადავდგი, უკვე ბევრი რაღაცა შეიცვალა. შეიცვალა. და როგორ იყო ეგ პირველი ნაბიჯები ამერიკაში? პრეინტერვიუზე რომ ვისაუბრეთ, გახსოვთ, მაშინ თქვით, რომ იმ თაობის ემიგრანტებმა ინგლისურიც არ იცოდით, ხო, რომ ჩახვედით? კი. უდიდესი ძალიან რთული იყო. ძალიან რთული იყო. დღევანდელ ემიგრაციას ასე თუ ისე დასავლეთის ცოდნა აქვს. ტელევიზორში უნახიათ, პრესაში დაუნახიათ, ინტერნეტში უნახიათ. ჩვენ საერთოდ არაფერი არ ვიცოდით დასავლეთზე და მით უმეტეს ამერიკაზე. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ინფორმაცია შენ არ ქონდა. ეს უბრალოდ იყო ამერიკა რაღაც უცნობი ადგილი იყო. და ამისთვის მაგრამ ასევე იყო ის ადგილი, რომელიც იმედს გაძლევდა. პირველი იმედი სად იპოვეთ? პირველი იმედი ვიპოვე ნიუ-იორკში მანჰეტენზე. რომ პირველ დღეს, როდესაც Queensbridge-დან მანჰეტენზე გადავდიოდი და ეს სურათი, რომელიც ალბათ ყველას გინახიათ, მთელი მანჰეტენი, მთელი კუნძული რო ჩანს, განათებული იყო საღამო. აი რაღაცნაირად ჩემმა ორგანიზმმა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლში ვიყავი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მიუხედავად რომ ენა არ ვიცოდი, კულტურა არ ვიცოდი, ეკონომიურად ჩვენ არც ერთი ძლიერი არ ვიყავით და ყველა თავის გზას ეძებდა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა ერთმანეთთან. და ჩვენ ერთმანეთს უწევდით ანგარიშს, ერთმანეთს უწევდით დახმარებას. ანუ ვინც ერთად წახვედით? მინდია ვისთან ერთადაც წახვედით? ამას გულისხმობთ. ვინც ერთად ვიყავით ჩასულები, ხო, ვინც ერთად და ბევრნი იყავით? ხო. არა. ალბათ მთელ ნიუ-იორკში იყო სადღაც ერთი 30 თუ 40 ქართველი. და სასწაულის იყო რომ თითქმის უმრავლესობა ჩვენი იყვნენ იმ ერთი და იგივე უბნიდან, თბილისიდან, ან გარკვეული ხალხი იყვნენ ქუთაისიდან ჩამოსულები და აი თითქოს ყველა ერთმანეთს იცნობდა რაღაცნაირად საქართველოში. და ძალიან რთული იყო ჩემთვის მით უმეტეს ინგლისური. მე 53 სკოლა მაქვს დამთავრებული და მახსოვს ინგლისურში მე 3-იანი დამიწერეს, რომ დავამთავრე. ტატულიამ, რომელიც მე მაქვს უფლება, რომ მას ტატულია დაუძახო, რადგან თვითონ მითხრა, ამის უფლება თვითონ მომცა, აქ როცა გავიცანი, არა შევხვდით, თავიდან შევხვდით, უკვე ტატულიათ გავიცანი, აი ტატულიამ მე 3-იანი დამიწერა ინგლისურში. ამიტომ საერთოდ არ ვიცოდი არაფერი. ნუ ორიანზე უკეთესი ხო ამაიც. ნიშანი. მაგრამ 3-იანს მაშინ გიწერდნენ, როცა 2 არ უნდათ, რომ დაეტოვებინე. და ტატულიამ მე 3-იანი დამიწერა მაშინ და მე არ ვიცოდი, აი თუნდაც ჩემი პირველი ნამდვილი სამსახური, რასაც მე ვეძახი. როდესაც ვიპოვე, მე ინტერვიუზე რომ მივედი, ქართულად მქონდა ინგლისური სიტყვები დაწერილი და დაზეპირებული მქონდა რა პასუხები უნდა გამეცა. მაგრამ მანამდე როგორც ხშირად გამიზიარებია, მანამდე მე ყველა სამსახურიდან რატომღაც მაგდებდნენ. რაზე მუშაობდით მანამდე? არანამდვილ სამსახურებში. ძალიან ბევრად. არა, აი იცი როგორ არის, არანამდვილი არ მინდა ჩავთო, ნამდვილი ვთქვი, იმიტომ რომ უფრო დიდი ხანი ვიყავი იქ არ გამოუგდივარ იმათ არ გამოუგდივარ.
მანამდე ძალიან ბევრი რაღაცა მაგაკეთებული, რომელმაც თითქმის ყველა სამსახურმა მასწავლა ჩემი თავის სიძლიერე. მე ვმუშაობდი ქიმწმენდაში, მე ვმუშაობდი პიცერიაში, მე ვმუშაობდი ფეხსაცმლის წმენდელად, მე ვმუშაობდი ოფისის დამლაგებლად, მე ვმუშაობდი მშენებლობაზე. აი აქედან ვარ გამოგდებული, დანარჩენი უკვე აღარ მახსოვს. რატო გაგდებდნენ? იმიტომ რომ არ გქონდათ გამოცდილება და პატარა იყავით, ხო? თან. როგორც დავთვალე, პატარა 21 წლის გამოცდილება. გამოდის, ხო? 21 წლის იყავით, როცა ჩახვედით ამერიკაში. და აი ეს რაღაცნაირი ოცნებების ქვეყანაში რეალურია ოცნებების ახდენა. 100%-იანი. 100%-იანი. ამერიკა არის ის ქვეყანა და ეს არის ჩემი ამერიკა. მე არ მინდა ყველას იგივე ექსპერიენსი შეიძლება არ აქვს, მაგრამ ამერიკა არის მართლა ის ქვეყანა, რომელიც ყველაფრის საშუალებას გაძლევს. თუ შენ მოინდომებ და ქვეყანის კანონებს, ეთიკას და კულტურას პატივს ცემ. მე არანაირი დაბრკოლება არ შემხვედრია, მე პირიქით წითელი ხალიჩა მინახია გაფენილი ამერიკელებისგან. ძალიან რთული გზა მაქვს გამოვლილი. მაგრამ დაბრკოლება მხოლოდ ჩემი შიში იყო, მაშინ იყო მხოლოდ დაბრკოლება. როგორ გადალახეთ? ეხა უკვე გავიგე, რომ ამ გამოგდებულმა პატარ-პატარა სამსახურებმა რაღაცა უფრო დიდთან და მეტთან მიგიყვანათ. აი იქიდან როგორ დაიწყო გზის გაკვლევა და როდის იკლო აი ამ ბარიერებმა კი არა და ხო შეუგუებლობამ თუ სირთულეებმა, რომელიც ამ წითელ ხალიჩის დაგებამდე იყო ალბათ, ხო? გზა იყო ძალიან რთული. ამ პერიოდში ჩემი თავის ძებნა დაიწყო. იმიტომ რომ ვიყავი ძალიან პატარა. ჩემს გვერდზე იყვნენ ხალხი, მიუხედავად იმისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი და ჩემი სიძეც აქ ცხოვრობდნენ. და აქ ცხოვრობენ კიდე, მე ორი დამყავს, ერთი მე ვიცინი ხოლმე, ერთი არის ქართველი და მეორე არის ამერიკელი და როცა ვსაუბრობ. ჩემი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ჩემი სიძე აქ ცხოვრობდნენ და აი ფაქტიურად მარტო არ ყოფილიყავი, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი, იმიტომ რომ ყველას ყავდა თავის პარტნიორი. და მე ვიყავი როგორც მესამე ბორბალს რო ეძახიან, third wheels რო ეძახიან, ხო, ზედმეტი ვიყავი თითქმის ყველგან. და ასევე ვიყავი პატარა და სხვებთან შედარებით. და ძალიან რთული პროცესი იყო ჩემთვის, რომ გამეგო რა ხდებოდა და მივხვდი ერთ ფაქტორს, რომ მე თუ მინდოდა, რომ ცხოვრება შემექმნა და ჩემი თავი მეუნა, ამიტომ მე უნდა გამეცნო ამერიკა. და ამერიკის გაცნობას მხოლოდ მოვახერხებდი იმ შემთხვევაში, თუ მე გამოვეყოფოდი აი ამ ადგილს, სადაც ვიყავი. და მე ერთი პერიოდი ძალიან დიდი ხანი გავწყვიტე ეს ყველანაირი ურთიერთობა ქართველებთან, ჩემი დის და ჩემი სიძის გარდა და დავიწყე ჩემი თავის ძებნა, რომელმაც მეორე დარტყმის ტალღა მოიტანა ჩემში, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ ჩემ თავს საერთოდ არ ვიცნობდი. მე ვიცი, რომ ჩემი თავი იყო ძალიან შეშინებული და ძალიან ტრაუმირებული. დათრგუნული აკაური, ხო? დათრგუნული, ხო, როგორც ადამიანი, მე მახსოვს გაზრდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მშობლებს სიყვარულის მეტი არაფერი არ უჩვენებიათ ჩემთვის. ამის გარდა იყო მომაკვეთი, როდესაც აი ძალიან შედარება იყო ჩემთვის ყოველთვის გაზრდაში, რომ
აი იმისნაირად რატო არ აკეთებ, იმისნაირად რატო არ შეგიძლია. ეს სხვათა შორის ახასიათებს ძალიან ბევრ მშობელს. ნუ ქართულ მშობელს ყოველ შემთხვევაში ხო ნაცნობია კი ეგეთი შედარებითი გაზრდა. ეს არის ძალიან დიდი ტრაუმა ჩვენი საკუთარი საიტისთვის. იმიტომ რომ ის გრძნობა რომ შენ კარგი არ ახარ. ხო, საკმარისად კარგი არ ხარ. და გამოდის რომ თითქოს იდენტობის ძიებაც მოგიწიათ სხვა ქვეყანაში დაიწყეთ ამის ძიება, იმიტომ რომ აი ეს დაბნეულობაში ეს ყველაფერი ხელს უშლის მოპოვებას ხო საკუთარი თავის ალბათ. დიდი მადლობა, აი ამ ესეთი შეკითხვის დასმისთვის. მე იმიტომ ყოველთვის ჩემ თავს ვაღიარებ, რომ მე ვარ ქართველი ამერიკელი. იმიტომ რომ მე გავიზარდე საქართველოში, მაგრამ მე ჩამოვყალიბდი როგორც ადამიანი ამერიკაში. ამიტომ მე მყავს ორი სამშობლო. საქართველო და ამერიკა. და ჩემთვის ძალიან რთულია ის ფაქტი, როდესაც რაღაც ნეგატიური არის ან ერთზე ან მეორეზე ნათქვამი. ორივე გტკივათ. ეს ორივე ეხებათ ორივე ჩემი ხერხემალია. და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე საქართველოში შევქმენი, შემიქმნეს ჩემო მეგობრებმა ჩემი ადგილი. აი ის ხანი როგორი იყო, აი ეს პაუზა, როცა საქართველოსთან კონტაქტი არ გქონდათ? საქართველოსთან ჩემი კონტაქტი იყო მხოლოდ ჩემ ოჯახთან. და იმათგან ყოველთვის ვიცოდი და მე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ მე საქართველო არასდროს არ მიმიტოვებია. მე ქართველები მივატოვე. კონკრეტული ადამიანები, ესე ვიტყოდი, ხო? კონკრეტული ადამიანები. Yeah. მე საქართველოსთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გამეცნო ჩემი ქვეყანა, რომ მელაპარაკა ჩემ ქვეყანაზე, აი ჩემს ირგვლივ ნებისმიერმა ადამიანმა იცის საქართველო სად არის, საქართველო რა არის, საქართველო ვინ არის. ჩემმა სტუდენტებმა ყოველთვის იციან საქართველო რა არის. მაგრამ მე ქართველებთან ურთიერთობა გავაახლე 2015 წლამდე. ანუ ეს ბრაზიც გაქრა. თუ არა? კი, ბრაზი გაქრა, იმიტომ რომ ჩემო მეგობრებმა შიში გამიუქმეს. რომ მე აღარ ვიყავი ქართველებისგან judgment-ი აღარ მქონდა. აი მაგალითად ერთ ფაქტსაც გეტყვით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ეს ფაქტორი, მაგრამ მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი აეროპორტიდან. ძალიან ისეთი არასასიამოვნო გამოხედვა იყო ხოლმე, როდესაც ჩემ პასპორტს გადაშლიდნენ, რომ შემოვდიოდი საქართველოში 2008 წელს, რომ ჩამოვედი პირველად. როდესაც პასპორტს გადაშლიდნენ და ნახულობდნენ, რომ ქართული გვარია და დაბადების ადგილი წერია საქართველო, იმ წუთასვე რაღაც ესეთი გაღიზიანების შეხედვა მოდიოდა ჩემს მიმართ. როდესაც მე საქართველოდან გავდიოდი აეროპორტში, ყოველთვის ჩემი ინსტინქტი, პირველი ინსტინქტი არის, რომ პასუხი ინგლისურად გავცე, იმიტომ რომ ეს არის ენა, რომელსაც მე ყოველდღიურად ვსაუბრობ. კი, მაგ გარემოში ხართ და მაგაზე თქვენი აწყობილი. კი, და ამიტომ აეროპორტში, როდესაც შეკითხვას დამისმევენ, პირველი ჩემი პასუხი მოდის ინგლისურად. სანამ ეს ტვინი გადახარჯავს, რომ მე შემიძლია იგივე ენაზე გიპასუხო. და ყოველთვის ისეთი ძალიან უხეში სიტყვები მაქვს გაგებული, თითქმის
თითქმის ყველა შემოსვლაზე და გასვლაზე. რას გეუბნებიან? რას გეუბნებიან? აუ რა იყო ეხა ძალიან ამერიკელი გახდი? დაგავიწყდა შენი ენა? აი ესე უცერემონიოდ? ან რა არის ეს? კი. რომარც არაფერი ინტერესდებიან, უბრალოდ უკან რა არის ამ ისტორიის უკან რა არის, ვინ დგას, როდის წავიდა. ქართულად არ ელაპარაკები რა. ისევ განსჯის ობიექტი ხდები. თავს უფლებას აძლევს, რომ შენიშვნა მოქცეს რა. კი. და თუნდაც თბილისში მახსოვს ერთ დღეს ჩემმა ქართულმა დამ გამიკეთა ესეთი რაღაცა, რომ ხმარ ამოიღო უბრალოდ მაჩვენე ჩვენ მშრალხიძე, აი ეს სურათები მაქვს ნაყიდი მშრალხიძე, სულ ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე რაღაცებს იქ და რამ ერთხელ მითხრა, რომ ხმარ ამოიღო უბრალოდ მაჩვენე რა გინდა და მე ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა. და მითხრა, რომ როდესაც შენ აქცენტს იგებენ, ეგრევე ცოტა სხვანაირად გეპყრობიან და აი ეს ჩემთვის ის იყო რაღაც გაურკვეველი მონაკვეთი იყო, რომ რატო ხდება ესეთი რაღაცა. და უფრო ამატებდა იმ განსჯას, ვიდრე მე მეხმარებოდა, რომ გამოსულიყავი. ეს რა თქმა უნდა შინაგანად ხდება, ჩემში ხდება. ეს არავის მოვალეობა არ იყო, რომ ჩემთვის სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ მინდა ასევე დავანახოთ ჩვენ მსმენელებს, რომ რაღაც გახლეჩვა არის საქართველოში ემიგრანტებს და არაემიგრანტებს შორის. ზედაპირზე ჩანს, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ შიგნით რო შეიხედავ, აი რაღაც გაზიანებაა ორივე მხრიდან. გამუნათება ხო რაღაცა ერთგვარი. როგორ ახსნით მაგას? აი თქვენი ხო? იცით, მე როგორ მგონია, რომ ფსიქოლოგიურად თუ შევხედავ, რომ ეს არის შინაგანი გაბრაზება. ვინც დარჩენილია, იმას გონია, რომ მე უკეთესი ცხოვრება მაქვს და ცოტა ის არის, არ მინდა შური ძალიან უხეში სიტყვაა. შური არ არის, უბრალოდ იცი რა მონაკვეთია, რომ მე რატო არა, მე რატო არ მქონდა იმის საშუალება, რომ მეც შემეცვა. ანდა შენ რა გიჭირს? შენი კარგად ცხოვრობ ხო? აი რაღაც ეგეთი ხო და შენი კარგად ცხოვრობ. აი მაგალითად ყოველთვის იძახიან, რომ აუ შენ რა გიჭირს 90-იანებში ჩვენი იცი რა გვაქვს გამოვლილი. და მე ძალიან ხშირად თავში არასდროს არ მითქვია, ეხლა ვიძახი პირველად, რომ ჰეი თქვენ არ იცით მე რა მაქვს გამოვლილი 90-იანში. თქვენ კი შეიძლება თქვენ შუქი არ ქონდათ, გაზი არ ქონდათ, მაგრამ თქვენ მაინც სახლში იყავით და მე არის დღეები, რომ მეტროში მაქვს გატარებული. მე არის დღეები, რომ ერთხელ მაქვს ნაჯამი. მე არის დღეები, რომ არ ვიცოდი ხვალ რა იქნებოდა. მე არის დღეები, როდესაც ცხოვრების გაგრძელების სურვილიც არ მქონია. ასეთ უკიდურესობამდეც და ასევე ხო. კი, ასევე შიში იყო იმის, რომ ეს არ გავაგრძელო, მე ვეხმარები ჩემ მშობლებს და იქ რა მოხდება. და ამიტომ არის, რომ აი როგორც თქვენ ეხლა თქვით, რომ ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთის არ ვიცით და უკვე მიდის, რაც გარედან ჩანს, იმაზე მიდის, იქიდან მიდის აზრის გამოტანა. აი ჩემმა პოდკასტმა ძალიან შეცვალა ეს ჩემს მიმართ მდგომარეობა, იმიტომ რომ მე მეშინოდა, რომ ქართველი ხალხი მე არ მიმიღებდა. და რაღაც სასწაული მოხდა. ჩვენ 8 ეპიზოდის შემდეგ 23,000 follower-ი გვყავს Facebook-ზე. და რაღაც თუნდაც ჩემი ქართულის ხანდახან სწორად არ გამოთქმაც ეს მიღებულია. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაში
ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაში მაკრიტიკებს, არ მაკრიტიკებს, მაგრამ ხანდახან მეუბნება, ეს არის ჩემი ქართველი და რომელიც ფილოლოგია. ვერ ეგუება მაინც. მაინც სიტყვებს მასწავლის ხოლმე ყოველი პოდკასტის შემდეგ. მინდა და როგორ გონიათ რა შეიცვალა? თაობები? აი თქვენი შიში, რომ ქართველები არ შეიცვალა. მიგიღებდნენ? ხო, აი ეგ მოხდა. და თაობა მიმღებლობა შეიცვალა. გაიზარდა და ჩემი დაჩნდა. მეგობრების აი მე მაგალითად ეხა არ მინდა ჩემი მეგობრები გამიბრაზდნენ, განსაკუთრებით ია არ მიყვირო ია. მე მაგალითად ჩემი მეგობრების შვილებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. და ამიტომ მე რომ იმათთან მაქვს ესეთი მეგობრული ურთიერთობა, უკვე შიში აღარ არსებობს. და უკვე მთლიანი სიყვარული, აი მთლიანი სიყვარული ვიგრძენ. და მაგალითად ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო მოხდა აგვისტოს ბოლოს. და აი ეს ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემს გვერდზე. რომლებმაც მაგალითად გადამარჩიეს. დიშვილზე საუბრობთ, ხო? ლაზარეზე. დიახ. კი, ლაზარეზე საუბრობ. და ესეც მე ორივე ქვეყანაში ისეთი ვიგრძენე. მხარდაჭერა. რომ აი ამან ფაქტიურად შეცვალა ძალიან ბევრი რაღაცა. თუნდაც ჩემი ტკივილი ამხელა ტრაგედიის შემდეგ ფაქტიურად გაუქმდა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ცხოვრების მთავარი აზრი რაც არის. მივხვდი, რომ ამაზე მეტი ტკივილი, ასეთი ტკივილი არ არსებობს. და ამიტომ როგორც მე ვითხოვდი, რომ საქართველოს ჩემი პირადობა მიეღო, ასე მე მივხვდი, რომ მეც უნდა მიმეღო ქართველები ისე ზუსტად, როგორც ისინი წარმოდგებიან. როგორებიც არიან. როგორებიც ვართ. როგორებიც არიან. და მე მივხვდი, რომ აი ესეთი პატარა ფაქტორები, რომლებიც ჩემთვის ძნელი იყო, მიუღებელი იყო, ეს არ ნიშნავდა, რომ ყველა ქართველი ეგეთი იყო. ეს არ შეიძლებოდა მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფსიქოლოგს ვიცოდი სტერეოტიპები რა არის. ხო განსხვავება მინდიას და დოქტორ მინდიას შორის. და აი ამ ტრაგედიის შემდეგ აი შერწყმა მოხდა. პოდკასტებიც მაგიტომ ხო არ დაიწყეთ, რომ იქ ამბობთ ერთ-ერთ პირველ პოდკასტში, რასაც მოვუსმინე, რომ ჩემ ქვეყანასთან ახლოს რომ ყოფილიყავი. ანუ ეგ რაღაც აპატიეთ, მე მათაც მიგიღეს და მე ისევ თქვენ ცადეთ, რომ მოდი რაღაც ახალ ხიდს გავდებ ჩემ ქვეყანას შორის. პირველ ქვეყანას თუ მეორეს, ხო? პირველია მაინც საქართველო. ხო, საქართველოს და ამერიკას შორის. ორივეს შორის, ხო. თქვენ ახსენეთ ეხლა რომ პირველი შედეგი იყო რომ არა ის რომ მე განათლება მიმეცა ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით. ძალიან ფანტასტიკური ფსიქოლოგები არიან საქართველოში. მე მინდა ჩემი განათლება და ჩემი პროფესიონალური ექსპერიენსი გამეზიარებინა. ანუ რესურსი, თქვენი რესურსი დახარჯოთ ქართულ აუდიტორიაზეც, ასე ვთქვათ, ვიზეც ასეთ მიგიწვდებათ ხელი ალბათ, ხო, ანუ ონლაინ და ისე თუ გაქვთ რაიმე კავშირი ქართველ ემიგრანტებთან მანდ ამერიკაში და როგორც ფსიქოლოგს თუ შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ, აი რაღაცა სურათი როგორია მათი ყოფა. იმიტომ რომ ერთ-ერთ პოდკასტში საუბრობთ კვლევაზე და საუბრობთ ქალების და მამაკაცების განსხვავებულ ცხოვრებაზე, დამოკიდებულებაზე, სირთულეებზე და ჩვენც რო გვითხრათ თუ შეიძლება. კი. მაქვს, რა თქმა უნდა, მე გავიჩინე ჩემი მეგობრები ამერიკაშიც, ლოს-ანჯელესში, თურმე ძალიან ბევრი ქართველები ცხოვრობენ. ძალიან დღეს ძალიან.
და ქართული რესტორანიც გაიხსნა. ქვია დედა და რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. აი მაგალითად რიოჯახი არის, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, სანდრო და მაკა და იმედოები, დათო იმედაშვილი და ანა და გიორგი და მაკა. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს იმათთან. თითქმის ყოველკვირა ჩვენ რაღაც კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. და მე მივხვდი რომ აქაც სხვანაირი მხარი არსებობს ქართველ ემიგრანტებში. მით უმეტეს პოდკასტის შემდეგ ძალიან ბევრმა ქართველმა ემიგრანტებმა დამიწყეს დაკავშირება. ნიუ-იორკიდან, ფილადელფიიდან და ლოს-ანჯელესიდანაც. და მივხვდი რომ იმათ ვისაც აი ეს გაერთიანებული ინტეგრაცია არ აქვთ ამერიკულ კულტურასთან გაცილებით უფრო მეტი უჭირთ ვიდრე იმათ ვინც ინტეგრაცია აქვს გაკეთებული ორივე ქვეყნის, ორივე კულტურის. და ძალიან ხშირად გახლეჩვა და პრობლემები ჩნდება ასაკის განსხვავების შორის ოჯახში. იმიტომ რომ ბავშვები ძალიან ხშირად ადაპტაციას აკეთებენ ამერიკულ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ისინი სკოლაში არიან და ძალიან ხშირად ინტეგრაციაში შედიან. და ძალიან ხშირად ბავშვები იწყებენ იმას, რაც მე გამოვიარე, რომ ისინი უარყოფას იწყებენ საქართველოს და ქართულ კულტურის მიმართ. ალბათ ძალდაუტანებლად, ხო, ეგ ბუნებრივად ხდება, როცა იმ გარემოში შედის, რაღაცნაირად ამას რიყავს. კი, ენის წინააღმდეგ მიდიან. და აი მე პირადულ ისტორიას მოგიყვებით, ჩემი ერთ-ერთი დიშვილი, ერთი გოგო დიშვილი, მხოლოდ ერთი გოგო დიშვილი მყავს, რომელიც არის ამერიკელი, ამერიკაში არის დაბადებული და ამერიკაში არის გაზრდილი. პირველი 3 წელიწადი ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებდა. და როდესაც ბაღში მივიდა, preschool-ში როდესაც მივიდა, ინგლისური არ იცოდა. მარტო ქართული ესმოდა და ქართულად საუბრობდა. და ძალიან გაღიზიანება ჰქონდა დასაწყისში. ენასთან ენის ბარიერი. ენის ბარიერი ჰქონდა. და მერე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ გარკვეული პერიოდი წინააღმდეგობა დაიწყო საქართველოს მიმართ. ენასაც აღარ საუბრობდა ქართულად, საერთოდ არაფერი არ აინტერესებდა ქართულის. და ყველაზე კარგი რაც ჩემადამ და ჩემასიძემ გააკეთეს ის, რომ დაძალება არ დაუწყეს. იცით რატო რა მოხდა? როდესაც ის გახდა 16 წლის, წავიდა საქართველოში ზაფხულში. და მე ამ პერიოდში უკვე ის პერიოდი იყო, რომ მე გავიცანი ეს ჯგუფი შევქმენი და მე გავაცანი ქეთის ჩემი მეგობრის შვილები. და ქეთიმ უკვე თავისი ჯგუფი შექმნა საქართველოში. დღესდღეობის ქეთის უფრო ახლო კავშირი აქვს საქართველოსთან ვიდრე მე. ენასაც დაუბრუნდა, ქართულიც აღიდგინა ალბათ. ენასაც ზოგჯერ ის მემაშაყირებს ქართულ სიტყვებზე. ხო, ანუ მას მიეცით დრო, არჩევანი, თავისუფლება და ამ გენმა, მისმა მშობლიურმა მაინც მოიყვანა. თავისი მაინც დააბრუნა უკან. აი როგორც მე ვიძახი, მე მაგალითად ყველაფრის გარეშე გარანტიას ვიძახი, რომ მე პენსიაში საქართველოში ვიქნები. მე ვიპოვე ჩემი წარმოშობის ადგილი და მხარე, არის რაჭაში, სოფელს ქვია ძირაგეული. და მე აუცილებლად იქ შევიძენ რაღაც ადგილს, სადაც მე ვიცხოვრებ. მიუხედავად იმისა, რომ ვარ თბილისში გაზრდილი დაბადებული, თბილისი არ მინდა.
მაინც რაჭა არა, მინდა. რაჭა მაგარია, ხო? სულ მახსოვს რაჭა ჩემი სიყვარული ეს კინო. ხო. რატომღაც მეგონა რომ კახეთიდან იყავით რაღაც პრეინტერვიუზე ძალიან ხშირად ვახსენეთ კახეთი და თქვენი კი. ძაღლიც იქიდან ბედო, რომ ბედოც ბედო. რომ იქიდან აიყვანეთ ეს ისტორიაც ძალიან ისეთია მეგონა რომ რაღაც იქაურობასთან იყავით კავშირში და თურმე რაჭა კი, ყოველი ზაფხული კახეთში მაგატარებული. ეს იყო ბაბუა ჩემის მამა რაჭიდან წამოვიდა ლაგოდეხის რაიონში და მერე თბილისში. და ლაგოდეხის ანუ ორივესთან, რაიონში ხო. ჩვენ გვაქვს ადგილი. სახლი საგვარეულო ალბათ და ხო? მე ყოველთვის საგვარეულო იქ არის ლაგოდეხში. მაგრამ აი გენებმა მაინც თავისი ადგილი იპოვა ძირაგეულში. მინდია, კიდე რა მინდა იცი კითხოთ? აი თქვენ საუბრობდით კაცებზე და მე მახსოვს თქვით, რომ აი ბოლოს კვლევაო აჩვენებს, რომ კაცებო თავიანთი სოციალური როლის დაკარგვა კაცებისთვის განსაკუთრებით უფრო მტკივნეული აღმოჩნდაო და არის ეგ დიფერენცირება მაინც კაცი და ქალი, იმიტომ რომ განცდა ტრამვა ან ემიგრანტის ტრამვა კიდე სხვა არის? თუ შეიძლება რომ სულ არ წახვიდე ემიგრაციაში, მაგრამ მიიღო ის ტრამვა სხვადასხვა გზებით. კი. ძალიან ეს განსაკუთრებით კვლევებს რო დაუკავშირდეთ, ეს ძალიან იმჩნევა უფრო აი ტრადიციულ ქვეყნებში და ტრადიციულ კულტურაში. სადაც ეს ტრადიციულად ეს ჯენდერული როლი განსხვავებულია. დომინირებს ერთ-ერთი, ხო? ხო რა, სადაც მამაკაცური patriarchy დომინირებას პატრიარქატი მასკულინური კულტურის ქვეყანა ვართ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რა ვიცი ასე. კი. მაგრამ სანამ ბოლომდე გავხსნიდი, მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ძალიან ფემინისტი და მე ყოველთვის ვიძახი, რომ საქართველოს გადაარჩინა მთელი საუკუნეების განმავლობაში თუ არ წავალთ 90-იან წლებში საქართველოს გადაარჩინა ქართველმა ქალებმა. ქართველი ემიგრანტი ქალებიც არჩენენ ახლა საქართველოს გარკვეულწილად, არა? დღემდე ესენი არჩენენ. სიძლიერე მე ჩემი თავის სიძლიერე მაინც ჩემი დებისგან ვისწავლე. მე სიყვარული და ადამიანობა ბებიასგან მაქვს ნასწავლი და ეს ყველაფერი ქალებს ძალიან დიდი როლი აქვს ჩემ ცხოვრებაში, ჩამოყალიბებაში. და მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება, როდესაც ამ სოციალურ როლს კარგავ იმ ქვეყანაში, მით უმეტეს, სადაც ესეთი გაყოფილი არ არის. და მივხვდი ყურადღებას რო ვაქცევი თავიდანვე ძალიან ბევრი ქართველებს ეს ადაპტაცია ქართულ კაცებს ეს ადაპტაცია ძალიან უჭირდათ. იმიტომ რომ უკვე რაღაც ძალიან პარადოქსული მხარე ხდებოდა. საქართველოში კი შეიძლება ნიშნულობა არ აქვს ეთანხმები თუ არ ეთანხმები. ეს როლები შეინარჩუნო, იმიტომ რომ კაცი ყოველთვის უფრო მეც მუშაობდა და უფრო დომინანტი იყო, ხო? დომინანტი იყო, ეკონომიური მხარე მაინც კაცზე იყო დამოკიდებული. აქ მოხდა გახლეჩვა, იმიტომ რომ აქ მოხდა რომ კაციც და ქალიც ერთნაირად მუშაობენ, ერთნაირი შემოსავალი აქვთ, ერთნაირად დაღლილები არიან. და უკვე როგორ მოხდა, იცი რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალი თავიდან იცავდა ამ ტრადიციულ როლს ზოგიერთი მათგანი, ბოლოს ესენი დაიღალნენ უკვე. და უკვე თავისი აღწერა მოახდინეს. და აქ ხდება ძალიან დიდი გახლეჩვა. და კაცი უკვე შინაგანი
გაბრაზება ხდება, აი არის ეგეთი ფაქტორი, რომ როგორ მინდა იცით წარმოვადგინო გაბრაზება არის აი აისბერგი რო დავინახოთ, ხო ეს აისბერგს რასაც ხედავთ, ხო ზემოთ. გაბრაზება ეს არის რეაქცია, მაგრამ აი ამ აისბერგის ქვემოთ არის უფრო დიდი ყინული, ხო? წყლის ქვემოთ. აი ეს ყინულები წარმოვიდგინოთ, რომ არის სხვადასხვა ემოციები. და გაბრაზება არის ამ ემოციების არ გადამუშავება. გაბრაზება, შიში, დეპრესია, ეს ყველაფერი არის და აი ეს კაცებში უფრო მეტად არის გამომჟღავნებული, იმიტომ რომ უყურე როგორ ბზდიან ბიჭებს. ბავშვობიდან, პატარაობიდან გვეუბნებიან, რომ ბიჭი არ ტირის. ბიჭმა არ შეიძლება იტიროს. სირცხვილია. გოგო ხო არ ხარ რო იტირო? მე მგონი ესე გზრდიდნენ ბიჭებს. მე იმედი მაქვს, რომ დღეს შეიცვალა ცოტა ეს დამოკიდებულება. გოგო ხო არ ხარ რო იტირო, ხო? იტირე რა მოხდა შვილო? გეტირება უნდა იტირო. ეს როგორ რაღაცას ხო, ეს როგორ რაღაცას გეუბნება, იცი რომ ემოციების გამოხატვა არ შეიძლება. უარყოფითი ემოციას ნუ გამოხატავ. და აი ეს ყველანაირად ინგრევა საიკი ირღვევა ამათში. ფსიქიკა ანუ რაღაცნაირად ზიანდება. ფსიქიკა ძალიან ზიანდება. და ეს იწვევს უკვე დახლეჩვას ოჯახებში. მოხდება ამის არ ვიცი, აი ხშირად მქონია და დაგვინახავს ან გვიგრძნია ეს რაღაცნაირი ღია ჭრილობები ემიგრანტების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლების ასე შემდეგ. მოხდება ამის კომპენსირება ან რითი შეიძლება ან რა დროს ჭირდება, იქნებ ისევ უპირობო სიყვარული, იქნებ ამათი გამთლიანება ოჯახების. აი რა არის ამის გამოსავალი რაღაც ერთგვარი, რომელიც ამოასუნთქებს ამ ხალხს რა. ჩემი პირადული გამოცდილებით და პროფესიული გამოცდილებით რო უპასუხო ამ შეკითხვას. რა თქმა უნდა, პირველს ვიტყოდი, რომ საუბარი უნდა დაიწყოს. მაგრამ საუბარი უნდა დაიწყოს მოსმენით. ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა მოусმინო. ნიშნულობა არ აქვს შენ გეწყინება თუ არ გეწყინება, ეთანხმები თუ არ ეთანხმები. ყველა ადამიანს აქვს თავისი ემოციების გამოთქმის უფლება. და ისინი როგორც გრძნობენ თავის თავს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შენი ბრალია, ან შენ უნდა გამოასწორე. შენ იმას უნდა მისცე უფლება, რომ თავისი ემოცია გამოხატოს. და ეს თერაპიული შეიძლება აღმოჩნდეს ორივე მხარისთვის. ხო, ალბათ. აი, თქვენი სივრცეც ამას ემსახურება, მეგობრებო. მობრძანდით ყველას გეპატიჟებით. კი, ზუსტად აი თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის ის ხიდი, რომელიც ყველა ემიგრანტს ჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ პირველი შეხვედრის დროს, იმიტომ ვარ მე ესე კომფორტაბელურად აი აქ ხარ თქვენთან. იმიტომ რომ თქვენ პირველ შეხვედრაზე მაჩვენეთ ძალიან სიტყვა. პირიქით მაჩვენეთ, რომ გაინტერესებდათ მე ვინ ვიყავი. მადლობა, კი, ნამდვილად. კი, ნამდვილად. ყველა სტუმარს მაგას თავაზობთ რა? კი, ეს მხარე ემიგრანტებისთვის არის ძალიან დიდი რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ციриში შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიძახი, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. ის გრძნობა, რომ მე არც ერთ ქვეყანას ბოლომდე არ ვეკუთვნი, ყოველთვის არის ჩემში. და როდესაც მე მაქვს ურთიერთობა უცხოებთან, ჩვენ ერთმანეთი გუშინ გავიცანით ფაქტიურად. როდესაც მე მაქვს ის შეგრძნება, რომ უცხო ადამიანები მე თავიდანვე მაძლევენ საშუალებას, რომ მე წარმოვადგინო ჩემი თავი,
უკვე ბარიერა ეს ბარიერა ინგრევა ჩვენ შორის. და ჩვენ ვიწყებთ საუბარს. მიმღებლობა ხდება ორივე მხრიდან. აი მე კი, მადლობა აი მე მაგალითად, ნდობისთვის, იმიტომ რომ მგონია რომ ამ ყველაფერს ნდობა ქვია ორივე მხრიდან და ნდობაზე ბევრი რამე დგას და ამ მნიშვნელოვანი რამეა ცხოვრებაში. უხურეთ რა მოხდა, ძალიან საინტერესო ფაქტორი მოხდა. მე სტუდენტებს ვასწავლი ერთ მოსმენის ფსიქოლოგიას. და თქვენ ძალიან ეს სხვათა შორის იციან ჟურნალისტებმაც. და ეს იყო ძალიან მკაფიო გუშინ ჩვენი შეხვედრის დროს. მე ვყოფ მოსმენას სამ ნაწილად სტუდენტებს რო ვასწავლე. რომ პირველი არის რომ მოусმინე შენ პაციენტს რა ისტორიას ყვება. შემდეგ გადადი მეორე მოსმენაზე. რომ შენ რას გიყვება. პირადად შენ. მერე გადადიხარ მესამე მოსმენაზე. რომ შენგან რა ჭირდება. იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა თლიან ისტორიაში შენ რას გიყვება და შენგან რა ჭირდება. და თქვენ ეს მე სამივე საფეხური გუშინ დამანახეთ. ვაუ, დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა ნდობისთვის, მართლა სხვა. ძალიან მაგარია, რა საინტერესო, ჩვენ ეგრე არ შეგვიხედავთ. ვუყურებთ. მაგრამ ეხლა რომ ესე შევხედე, რა მაინტერესებს თქვენგანით და ჩვენ გისმენთ ესე, მართლა ვინტერესდებით, მართლა დავინტერესდით თქვენით და თქვენზე ბევრი ვისაუბროთ ეს დადებით კონტექსტში, რომ მორჩით თქვენთან საუბარს, პირად საუბარს, მაგრამ როდესაც მაგალითად ჩვენს ისტორიებს, ეპიზოდებს დებთ სოციალურ ქსელში, კი ძალიან დიდი ნაწილი იღებს ჩვენი მომხმარებლების ამ ისტორიებს ისე როგორც ჩვენ ვიღებთ და გულშემატკივრობენ ჩვენ სტუმრებს, მაგრამ არის ის ნაწილი, რომლებიც თითქოს ვერ იგებენ ამ ყველაფერს რა. აი რას ეტყოდით მათ, როგორ შეიძლება მათ დაიწყონ იმ მოსმენა, ხო? მოსმენა დაიწყო. განსჯის გარეშე მოსმენა. სხვისი მოსმენა, სხვისი სათქმელი, სიხარულის. თქვენთანაც შეიძლება იყოს კომენტარებში მსგავსი რეაქციები. შეიძლება ნაკლები, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც ღია ვართ მოსმენისთვის სხვათა შორის. კი. არის და ამას თუ მომცემთ იმის უფლებას ორნაირად ვიტყვი. ერთი ვიტყვი როგორც ფსიქოლოგი მინდია და მეორე ვიტყვი როგორც ვერელი მინდია. სიამოვნებით. ფსიქოლოგი მინდია იტყვის რომ არაუშავს. ეს ისინი იმათთან ხდება რაღაც შინაგანად, ისინი მზად არ არიან. რომ მოისმინონ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულს ისინი თავის თავში ხედავენ, რომლის მიღებაშიც მზად არ არიან ჯერ. და ამიტომ მე იმათ შეღავათი უნდა გაუწიო, რომ მე თუ იმათ წინააღმდეგ წავედი, მაშინ ჩვენ შორის ხიდი ვერასდროს ვერ შედგება. აი მაგალითად ურთიერთობაში მე ყოველთვის ვიძახი რომ წყვილი როდესაც ერთად იწყებს ურთიერთობას ჩვენ ორივე ვლაპარაკობთ სხვადასხვა ენაზე. ეს ენა მოდის ჩვენი ოჯახის ჩვენი გაზრდიდან, რაც ჩვენ უყურეთ ჩვენ მშობლებს, ხო? მოგწონს თუ არ მოგწონთ იმათ რა ურთიერთობა აქვს, შენ იგივეს იმეორებ. და ამიტომ ერთ-ერთმა წყვილში უნდა ისწავლოს მეორე ენა და უკვე უნდა დაიწყოს სწავლება თავის პარტნიორის თავისი ენის. და აი ზუსტად მე როდესაც ეს ნეგატიური უკვე დღევანდელ მინდიას შემიძლია რომ მივხვდე რომ იმათ უნდა მივცე ეს ადგილი რომ გამოხატონ თავისი აზრი. თუნდაც თქვენთვის მიუღებელი ან ნეგატიური. თუნდაც მიუღებელი, იმიტომ რომ ეს ჩემი არ არის, ისინი რაღაცას ამას ქვია displacement. ფსიქოლოგიაში, რომ ისინი რაღაც projections აკეთებენ. პროექცია საკუთარი. და იმათ უნდა კონდეს საშუალება. საკუთარში. ეს არის ფსიქოლოგი მინდიას. ვერელი მინდია იტყოდა, რაც ბებია ჩემმა მასწავლა, რომ
ყველას თავის მამიდას მიხედოს. მაგარია. კახელი იყო თქვენი შემთხვევით. კი, კახელი იყო ბებია. კარგი იყო, დამახასიათებელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხო მიმღებლობას და ალბათ ეგ არის ძალიან დიდი მოთმინება. ხო და მეთანხმებით. და ეს ორივე მხარემ უნდა გამოხატოს. ეგ მაინც მით უმეტეს დასაწყისში, როცა შენ სწავლობ, იმანაც უნდა ისწავლოს, ეგ ძალიან ორმხრივი პროცესია. ხიდის გადებაც და აი ეს მოთმინების რო ხან ერთი დათმობს, ხან მეორე და ასე ალბათ გავალთ ფონს. და დიალოგის დაწყება რა, ანუ დიალოგის რა, საუბრის. ჯერ საუბრის დაწყება, მერე შემდეგ უკვე დიალოგზე შეიძლება მერე იფიქრო. აი რამდენად შესაძლებელია, რომ აი ამ ფორმის ურთიერთობამ, აი ჩემთვის ემიგრაცია არის, აი ბევრი ანეკდოტიც კი ვიცით ხო, რომ აი თქვენ ახლა რაღაცნაირად კონცეპტუალურად ჩვენ თემას უხდება, რომ თქვენ ხართ წარმოდგენილი ეკრანზე. ჩვენ აქ ვართ, თქვენ შორს ხართ. ასე უწევთ ურთიერთობა დედებს და შვილებს, მამებს და შვილებს ონლაინ, რომ თქვენც ალბათ თქვენ ოჯახი. რამდენად აზიანებს თუ პირიქით ბევრნაირი მოსაზრება არსებობს, ხო? სულ არაფერს ჯობია, ესეც გამიგია, ხო, რაღაცნაირად. ესეც კავშირია. ანუ რა მოვლენაა ეს და როგორ შეიძლება აისახოს ფსიქიკაზე, ხო? აი რაღაც ხუმრობით ამბობენ ხოლმე ამერიკაში მყავს მეგობარი და აი შემომდეს ახლა თაროზე და ანუ იქით ცხოვრება მიდის და ის თაროზია შემოდებული და იქიდან თან ისიც უყურებს რა ხდება საქართველოში სამზარეულოში ბავშვები რო ხმაურობენ და რა ფაქტორია ეს და შეუძლია თუ არა ჩაანაცვლოს გარკვეულწილად ცოცხალი და ნამდვილი ურთიერთობები ან თუ აისახება სამომავლოდ რაღაცაზე ესეთი დისტანციური ურთიერთობა უახლოეს ოჯახის წევრებს შორის. განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის. იმიტომ რომ მე სხვადასხვა ამაზე ცოტა ვისაუბრე ერთ-ერთ ეპიზოდში. ბავშვებმა არ იციან, რომ მშობელი წასულია, იმიტომ რომ ეკონომიური სიტუაცია გაუმჯობესდა. სარგებელი ბავშვს არ ესმის. არც აინტერესებს. ბავშვს არ ესმის. ბავშვმა არ აინტერესებს. ბავშვს უნდა რომ დედას და მამას ჩაეხუტოს. ბავშვს უნდა რომ დედამ და მამამ მიიყვანოს სკოლაში. ბავშვს უნდა რომ დედა და მამას გაუზიაროს. ეს ყველაფერს, რადგან ეს ბავშვი აჩენს სიბრაზეს. ეს დედებს და მამებს ემიგრაციაში მყოფს უფრო მეტად ანგრევს. ანუ ორივე მხარისთვის დამანგრეველია. ორივე მხარისთვის დამანგრეველია, ამიტომ ერთადერთი, რომელიც უბრალოდ ბევრ არ ის კი არა, რომ გამოასწორებს ყველაფერს. ეს უნდა მოხდეს არასდროს ბავშვთან არ უნდა იყოს ნათქვამი, რომ მე აქ ვარ წამოსული, რომ აი შენ შეგიქმნა კარგი ცხოვრება. ეს ბავშვს უფრო დრგუნავს. პასუხისგებლობა გადადის თითქოს პასუხისგებლობას იღებს. დამნაშავეს ხო, შენ ხარ მიზეზი. აი ჩემ გამო წავიდე. აი ერთი ფაქტი მინდა მოგიყვეთ, რომელმაც ფაქტიურად ჩემი ცხოვრება შეცვალა. მამა ჩემი და დედა ჩემი, როდესაც პირველად ჩამოვიდნენ ამერიკაში ჩვენ სანახავად. ამ პერიოდში მე უკვე მუშაობდი ერთ-ერთ მაღაზიაში. და ერთ საღამოს რო გამოვდივარ მაღაზიიდან, უცებ მამა ჩემი მხვდება გარეთ. ცოტა მინდა შენთან ერთად გავიარო. და დავიწყეთ სიარული. და ვატყობდი, რომ რაღაც უჭირდა. ბოლომდე გაჩვენებული მოდიოდა და ან ისეთ შეკითხვებს მაძლევდა, რომ ვიცი რომ არ აინტერესებდა პასუხი. სხვა რამეს რო ფიქრობ ამ დროს, ხო? სხვა რაღაც ისუს ემზადება. მე უბრალოდ ვკითხე, რომ მამა რაღაც გჭირს და რა გჭირს მე ვთხარი. რამე მოხდა სახში? არაო მითხრა და აი როგორი ტიპი ხარ მეუბნება რომ როგორ მიხვდი რომ რაღაცა მიჭირსო. და მე უცებ ეგრევე წარმოვიდგინე რომ ეკონომიური რაღაცა უჭირდა და რაღაცის გაზიარება უნდოდა და რაღაცა კატასტროფაში წავედი მე.
რაღაც პრობლემა აქვს? ქართულად კატასტროფა გავხდი. და უცებ მითხრა, რომ უკვე 4-5 დღეა ძალიან არეული ვარ ჩემ თავში და ძალიან მცხვენია ჩემი თავისო. და ნუ მე მივეც საშუალება რომ საუბარი დაეწყო და მითხრა რომ ორი ემოცია მაქვს რა ორ თავშიო. ერთი არის როგორც მამა მე უბედნიერესი ადამიანი ვარ რომ ვხედავ შენ რა ცხოვრებაც გექნება. რამდენი opportunity გაქვს. რამდენის მიღწევა შეგიძლია. რა ქვეყანაში ცხოვრობ, რა ბედნიერებას იპოვი. ადამი ამითი ვარ აღფრთოვანებულიო. მაგრამ მე არის მეორე მხარე, როგორც ადამიანი მე შენი მშურსო. იმიტომ რომ მე ეს მდგომარეობა, მე ეს საშუალება არასდროს არ მქონია. და ამიტომ მე ვარ შიგნიდან გახეთქილიო რა როგორ შეიძლება რომ მამას თავის შვილის შურდესო. რა საოცარია რა. და მე მაშინ უთხარი რომ მე უთხარი მამა შენ ჩემი არ გშურს, შენ როგორც ადამიანს. გული დაწყება ხო რა. იმიტომ რომ დიდი განსხვავებაა შენ მამა, შენ ხარ ჩემი მამა, მაგრამ შენ ასევე ხარ ადამიანი. და მე ეს მესმის. საკუთარი თავი დაენანა. აი შურს რომ მოვწყდეთ რა ამ სიტყვაში. რა რომ მას ისეთი შესაძლებლობები არ ქონდა, რაც მის შვილს მიეცა. და თან ცხოვრება გავიდა ალბათ. მაგრამ ეგ თან ძალიან სასიხარულოა და როგორ განიცადა რა უცნაურია ხა? თან ვაღიარა ეს ყველა. თან ეს და ჩვენ შორის ურთიერთობა შეიცვალა ამის შემდეგ. მე და მამა ჩემი გავხდით მეგობრები. გულწრფელობამ ამის შემდეგ. ხო. გაიხსნა ჩვენ შორის. მასწავლა ამით, მამა ჩემმა მასწავლა რომ ემოციების გამოხატვა მისაღებია. და ეს უნდა მოხდეს ურთიერთობაში, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის, ვინც ჩვენ გვინდა რომ იყოს ჩვენიანი, ისინი ჩვენ ბოლომდე უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა და თან მაინც მგონია რომ ყველას ემიგრაცია იმდენად განსხვავებულია და არ არის ყველასთან მტკივნეული. მე მესმის აი ხა თქვენც მით უმეტეს რომ ამხელა წარმატება, ამდენი ასეთი შედეგები გაქვთ, ხო? პროფესიაში პიროვნული ასე შემდეგ რაღაც და მაინც ეს ნიშნავს რომ ამ ემიგრაციამ გაამართლა და ძალიან ბევრი სულ აი ჩვენი რესპონდენტებიც ამბობენ რომ აი კი, უნდა წავსულიყავი. კი, ისიც კარგია რომ ბრუნდები, მაგრამ ეს არის საშუალება და კარგია რომ ყველას არ უჭირს ამის თქმა მინდა რომ ყველასთვის ემიგრაცია არ იგივდება დიდ ტკივილთან და თუ ამ ემოციების გამოხატვას და ერთმანეთის მოსმენასაც დავიწყებთ, ეგ ძალიან კარგი რამ არის რომ უბრალოდ ადამიანებმა ერთმანეთს გაუზიარონ, ვისაუბროთ და ამითი რაღაცა ერთმანეთს გავუმარტივოთ თუ შემომსუბუქოთ ცხოვრება. იცით რა მაინტერესებს, რაღაცა მონაკვეთი, აი მოვყევით მინდია როგორი იყო, როცა ჩავიდა ამერიკაში და ეხლა როგორია, ესეც გავიგეთ და თქვენი პროფესიული რჩევებიც მოვისმინეთ. აი, როგორ მიხვედით იმ პატარა ბიჭიდან ფსიქოლოგობამდე, აი ხა რაც ხართ და რასაც გვიზიარებთ. საინტერესო იქნებოდა თუნდაც ბოლოსკენ რა მოგვიყვეთ. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიწყო არასასიამოვნო ფაქტორით. მე მიუხედავად იმისა, რომ აღწერე რომ გაზრდა მიდიოდა, მაგრამ ემოციების გაერთიანება და ჩემი თავის პოვნა ჯერ კიდევ ძართული იყო. პროცესი მიდიოდა. ის პერიოდი, როდესაც მე უკვე გამოვეხლიჩე ქართულ საზოგადოებას, ბოლომდე არ ვიყავი მიღებული ამერიკულ სფეროში ჯერ. და ფაქტიურად ვიყავი უფრო დაკარგული. და როდესაც მე ჩემ მეგობრებს გავუზიარე, მით უმეტეს ჩემ roommates იმ დღეს, მან მირჩია რომ აუცილებლად უნდა მენახა ფსიქოლოგი. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მე უკვე ვაპირებდი ლოს-ანჯელესში
გადმოსვლაზე. და უთხარი რომ კაი ლოს-ანჯელესში რო ჩავალ, იქ ვიღაცას ვიპოვით ხო. და მართლაც მოხდა, როგორც კი ჩამოვედი ლოს-ანჯელესში, მე დავიწყე ფსიქოლოგთან მუშაობა. და ფაქტიურად ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მე გავხდი ის მინდია, რაც მე დღეს ვარ. მე შემიყვარდა მინდია. რა თქმა უნდა, ყველას გვჯერა, რომ ფსიქოლოგის ჩარევა, პროფესიული დახმარება შესაძლებელია, პლუს ამავე დროს თქვენი კარიერაც პროფესიის დაიწყო. გამსაზღვრელი. ხო, პროფესიის გამსაზღვრელის აღმოჩნდა. კი, აღმოჩნდა და რამდენიმე პერიოდის შემდეგ, მე ამ პერიოდში პირველად რო ჩამოვედი, კიდე მინდოდა რომ შოუ ბიზნესში მე მუშავა. მე მუშაობდი ძალიან მე მუშაობდი ისეთ ადგილებში, აი კამერის უკანა მხარეზე მუშაობდი. და მე მახსოვს ბოლო კინოზე რომ მუშაობდი, რომელიც იყო დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ისეთი მსახიობები ისეთ მსახიობები იყვნენ ამ კინოში, რომ აუ რამხელას მივაღწიე თავიდან. მაგრამ ბოლო დღეს, გადაღების ბოლო დღეს, ალბათ იყო ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიული დღე ჩემთვის. იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო. ეს entertainment show business ჩემი არ იყო. და აღმოჩნდი ისევ დაკარგული. და რომ მივედი ჩემ ზუსტად მეორეს დღეს მქონდა სეანსი ჩემ ფსიქოლოგთან. და უბრალოდ რომ ამას ყველაფერს რო უზიარებ და ცოტა გაბრაზებული ვიყავი, რომ ჩვენ უკვე 6 თვეა ხვდებით და არაფერი არ შეცვლილა და რას მალაპარაკებთ ყვილად, რაღაც ესეთი გაბრაზებული ვიყავი. და ამ პერიოდში დამისვა ერთი შეკითხვა. მესმის ყველაფერი და აი მაგალითად შენ სად ხედავ, მოდი აი უბრალოდ ესეთი რაღაცა გავითამაშოთო. სად ხედავ შენ თავს მომავალში. და ესე ცოტა ხანი დავფიქრდი, გავიხედე, გამოვიხედე და შევხედე ჩემ ფსიქოლოგს და უთხარი, რომ შენ სადაც ზიხარ, იქ მინდა ვიჯდე თქო. და მაშინ გაგშენ პასუხიო. და მეორე დღეს მე გავაგზავნე საბუთები სწავლის გაგრძელებაზე და აქედან აღმოჩნდი 22 წლის წინ ფსიქოლოგიის სფეროში. და მე მართლა დავინახე, რომ აი ეს ყველაფერს აი ამ ძნელ მდგომარეობას, ამ გართულებას ყველაფერს აზრი ქონდა, იმიტომ რომ მეს უნდა გამომევლო, რომ მე დღევანდელი ფსიქოლოგი ყოფილიყავი. რაღაცნაირად ქვეყანამაც მოგცათ საშუალება, ხომ? ყույლი არ არის ეს, მითი არ ყოფილა ოცნებების ახდენის ქვეყანაა. არა. ამერიკა მანდვილად არის, ეგ არ არის. ეს აი ყველა ჩვენ გვანს თუ შენ თავს ნამდვილს აჩვენებ. და როგორც ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ყველამ პატივისცეს ქართულ კულტურას და ქართულ წესებს, ასევე ამერიკაში უნდა სცე პატივი ამერიკულ წესებს, ამერიკულ კულტურას და როდესაც ამას აჩვენებ, დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერს მიაღწევ. ყველა კარი იღება. ყველა კარი იღება. არავინ არ გიხურავს, პირიქით გიღებენ იმის შემდეგ, სად უნდა წახვიდე. თავარი იყო ჩაღო. ეს არის, აი როგორც ეძახიან, the land of opportunity. მაგარია, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო. შეხვედრა თან ახლა 2 პოდკასტი გადავიკვეთეთ. თან ემიგრანტი ხართ. თან ჩვენს რესპონდენტებზეც ვისაუბრეთ. შეიძლება არ არის ჩვენ რესპონდენტი, მაგრამ უბრალოდ ეს თემა მისთვის მნიშვნელოვანია და ამისთვისაც მადლობა და იმედია რომ იმეგობრებთ. აუცილებლად. დიდი მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის.
ეს იყო არა მარტო პოდკასტი, გამოგვიწერეთ, გვიყურეთ. თქვენი გულშემატკივრობა ჩვენ ყოველთვის გვჭირდება, მოგწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები. ნახვამდის.